მეგობრებთან მაგიტომ მდგება, რომ მეც დედა ვარ და ყველა ახალგაზრდის ბედნიერი მომავალი მინდა. როგორც ჩემი შვილისთვის, ასევე სხვისი შვილებისთვის, იმიტომ რომ ახალგაზრდებმა უნდა ჩვენ გვიპატრონონ სიბერეში და მაგათი იმედით უნდა ვიყოთ ჩვენ და ღმერთმა ქნასო ყველაფერი ისე წავიდეს, რომ დღეს თუ ხვალ ყველაფერი ისე დამთავრდეს, რომ საქართველოს ეღირსოს მშვიდობიანი ცხოვრება. მე დღეისთვის მინდა მშვიდობიანი საქართველო, ევროპაში ჩემი ახალგაზრდების სწავლა-განათლების მიღება, მშვიდობიანი ცხოვრება. ნუ დასჯიან ამ ბავშვებს, რომლებიც სიმართლეს თხოვლობენ, გულიანად იბრძვიან იმის გულის, რომ მომავალი თვითონ კარგი გქონდეთ. მეც მინდა ჩემი შვილებისთვის კარგი მომავალი, მაგრამ ეს არ მეღიცა. მე უკვე 80 წლის ქალი ვარ, შვილო, პატარა აღარა ვარ, მაგრამ მე ყოველთვის ვფიქრობ ახალგაზრდებზე, ახალგაზრდებმა უნდა გაგვიწიონ ჩვენ მომავალი ცხოვრება, უკეთესი ცხოვრება ჩვენ ახალგაზრდებს. ღმერთო სიკეთე-ქენი, რომ ყველაფერი კარგად დამთავრდებოდეს, რომ საქართველო შევიდეს ევროპაში, რომ მშვიდობიანი ცხოვრება გქონდეს.